ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა სალომე ბაკურაძის არტისტული ოთხშაბათი. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, 27 მაისია, ოთხშაბათი დღეა, საღამოა და FM 105.9-ზე რა თქმა უნდა არტისტული ოთხშაბათი სტარტს იღებს. საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებით, ყველაფერი რაც არტისტებს უკავშირდება, რაც ხელოვნებას უკავშირდება, მუსიკას იქნება, ეს ცეკვას იქნება თუ ყველაფერს რაც თქვენს გულებამდე აღწევს და რაც თქვენ ასე ვთქვათ სულიერ საზრდოს განიჭებთ. მე ვცდილობ ხოლმე ყოველ ოთხშაბათს საინტერესო თემებით ვიყო ხოლმე თქვენთან ერთად, საინტერესო სტუმრებით და დღევანდელი დღე ნამდვილად არის ამის მაგალითი. ვისაუბრებთ იმ ადამიანებზე დღეს, რომლებსაც ყოველდღე შეიძლება ჩვენ ვერ ხედავდეთ, მაგრამ სწორედ ისინი ინახავენ ქართულ ხმას, ენას, ტრადიციას და ესეთ პროექტზე სასაუბროთ მოვიყვანეთ ჩვენ პროექტის ავტორი, ქალბატონი ნატო დავითულიანი, ვისგანაც გავიგებთ დეტალებს იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვცდილობ ესე ირგვლივ ტრიალებ ეთერში შემოსვლამდეც რამდენიმე კითხვა დავუსვი და ძალიან საინტერესო თემაზე და პროექტზე გვაქვს საუბარი, რომელსაც ქვია თაობიდან თაობამდე. გამარჯობა ქალბატონო ნატო, როგორ ბრძანდებით? მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხართ. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. პირდაპირ ვახსენე მე პროექტი, რომელიც ძალიან მალე 12 ივნისს 19 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება. ეს არის თქვენი საავტორო პროექტი. საიდან იწყებს სათავეს, საიდან მოვიდა იდეა ამისა და ზოგადად რა კონცეფციისაა ეს პროექტი? თავის სახელიდან, თაობიდან თაობამდე რო განვმარტოთ, ზოგადად საიდან იღებს სათავეს? ვიცი რომ 3 წლიანი გამოცდილება აქვს უკვე კი არა, მესამე წელია რაც ეს პროექტი უკვე წელია შარშან ჩავატარეთ. პირველი შარშან ჩავატარეთ. გასაგები, მესამე ჯერ ყოველ შემთხვევაში, თუ 3 წელი არ არის, მესამე ჯერ ნამდვილად. და მინდა რომ კიდე უფრო მეტი დეტალი იმისთვის რომ ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა სწორად გაიგოს თუ როგორი მნიშვნელობისაა და რა მნიშვნელობას ატარებს ეს პროექტი ჯერ თქვენთვის და შემდეგ ზოგადად მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. მოგეხსენებათ რომ მე უკვე ასაკში ვარ და რომ მახსენდება ჩემ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მაგალითს გეტყვით, საიდან მომივიდა იდეა. ახალგაზრდობაში სიმღერები იმღერებოდა, რაღაცა თითქოს მახსოვს, თითქოს არ მახსოვს და ვფიქრობდი, ნეტა ეს სიმღერა რა დღეს რატო აღარ იმღერება. მეც მახსოვს ბაბუას წაღიღინებული ერთი ასეთი სიმღერა ფოლკლორული და არ მიძებნია ალბათ თქვენსავით, შეიძლება მეც შემაწუხოს ოდესმე და მეც გავყვე ამ გზას. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ერთი მე ვერ უშველი ამ საქმეს. და იცით რა არის, აი ესეთი სიმღერას უმახსოვს, სოფლის ბიჭები აღარ მელიან, არ მელის მუხა, მრავალ შტოება. ამას უღინო ხოლმე, მაგრამ ეს გახსოვდეთ მარტო აი ეს ფრაზა და რაღაცა თო ჩაჩემებული მქონდა რაღაცნაირად სულ წავიღიღინებ ხოლმე. მე მოვიფიქრობ კაცო რა არის, მოვიკითხე იმ დროის გოგოები, ვინც არიან ცოცხლები რაღაც ეგ და არავის არ ახსოვდა და ისე სასწაული მოხდა, მე მოგიყვებით, ჩავედი ჩვენ შემთხვევით ამ კომპოზიტორთან და აღმოჩნდა მისი სიმღერა გავგიჟდით სრულად შემთხვევით პირდაპირ აღმოჩნდა რომ მიხვედით სიმღერის კომპოზიტორთან და თემაში მოვყვები. რომ სადაც გენებოთ. ეხლა მოვყვები, კიდევ რამიზეზე იყო ამის. იცით რა, ბებია და ბაბუა მყავდა ბარათაშვილი, ბებია წოლუკიძე, ბაბუა, დედაჩემის მშობლები. ეს ბანტიანი გიტარა ქონდათ. ყოველ დღე და ყოველ წამს ამღეროდნენ, მაგრამ რომ მივიდოდით, მაგალითად, ჩემი საქმრო რომ იმყვა და რაღაცა, ნუ გადმოიღეს ეს გიტარა იმღერ, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ არც ერთი სიმღერა დღეს არ თქვენც არ გახსოვთ? მაგრამ გახსოვთ ის სიმღერები, რაც სრულდებოდა ასე ვთქვა თქვენს ოჯახში. შეიძლება გამახსენდეს, მაგრამ იმ წუთში მიდანაც არ ვიყავი დაინტერესებული, ახლა ბებია ბაბუა მღეროდნენ და არც ვიცოდი თუ ის ვინმე სხვა მარიცოდა. კარგად მღეროდნენ და ხო იცით მაინც თავადები მაგათი ხო და ამითაც დავინტერესდი, ზოგი გამახსენდა, ზოგი კიდე იშხნელების სიმღერებს ვიდან იყო. დიახ. და ბევრი კიდე ვიყავი სვანეთში, იქ არის ერთი მიხეილ რატიანი. დიახ. უშგულში. დიახ. განოს ეძახიან, არაჩვეულებრივი კაცია და ისეთ ისტორიები მომიყვა, როგორ დაიკარგა დაუშვათ ის სიმღერა, რატო აღარ იმღერება, ის ცეკვა რატო აღარ სრულდება. და ცეკვას მაგ ახლა ისეთი რომ დავიწყებულია. მართლა მე რა ძალიან საინტერესო. ქორეოგრაფიები ძალიან დაინტერესდებიან, ხო და
მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზია იმის რატომ მომივიდა ეს თავში და მე ხო იცით გამოთავისუფლებული პენსიაზე ვარ არც სხვა საქმე ისეთი არ მაქვს შვილები თამყვებიან ვიფიქრე ნუციკოს ხვდები ხშირად მეგობრობ ჯანელიძეს და ნუცას მოდი რა რაღაცა მოვაროთ ამ საქმეს მეთქი რა ბევრი რამე იკარგება თქო და დავიწყეთ ამაზე ფიქრი ნუციკო მიმწუჩი ვეთქვა რა საბოფნადო კი ნუ 60-იანი წლების სიმღერა არ თუ აი რაშია განიცვალ საქმე იცით სანამ ჩაწერები ხდებოდა დიახ სანამ ეს ფირფიტები მოიგონეს და ჩაწერა სტუდიური ჩანაწერები რასაც ქვია გაკეთდებოდა საიდანაც ხდება უკვე იჭერს ამ სიმდიდრეს ქვეყანა კი რაღაც ბაზა არსებობს და მე მაგალითად საწავიღე იმდენი პლასტინკები ერქვა თუ რაღაცა არ ვიცი და აი ეხლა მაშინ ხო მხოლოდ თაობიდან თაობაზე გადადიოდა კი ზეპირსიტყვიერად ასე ვთქვათ არც ნოტების წერა იცოდნენ არ ჩამწერი ქონდათ არაფერი წარმოიდგინეთ რამდენია დაკარგული კი სამწუხაროდ მე ხლა გამომაქვს სიმღერა ვანური დიახ ჩვენ წელთაღრიცხვამდე კაც მარიცის როდინდელია თვითონ შინაარსი გეუბნება რომ ქრისტიანები არ ვიყავით ჯერ მაშინ მართლა დიახ გამომაქვს ასეთი სიმღერა და თუ არა ჩვენი ჭკვიანი ქართველი და განსაკუთრებით სვანები ის სიმღერა დღეს როგორ მოვიდოდა ამიხსენეთ 12 საუკუნე გავიდა რა ქვია რაც 18 საუკუნე ხო 17 ხდება ახლა ჩვენ რაც გავ ქრისტიანები ხო და წარმოიდგინეთ ახლა ეს ხო სულ ერთ ადგილზე იცით რა იწევდა ამას ერთ ადგილზე რო ცხოვრობდნენ მამა-პაპურ ადგილზე და არ იყო მიგრაცია არ მიდიოდნენ არც სხვაგან თუ რაჭას ჩასახდებოდა სვანი და რაჭველი კიდე იმერეთში ან თბილისში ან ქუთაისში ჩავიდოდა ხო დანარჩენი მიგრაცია ხომ არ იყო ალბათ არა ხდებოდა კონცერტების სცენაზე არასოდეს არ ხდებოდა მაშინ იყო მინდორში დღესასწაულებზე ასე შემდეგ და ბაბუა და მამა რომ ღეროდა ბავშვს გვერდზე მიიყენებდა იქვე სწავლობდა არც კერძო მასწავლებელი ჭირდებოდა იმას არაფერი თავის თავად საქმიანობის დროს რა ხელსაქმის დროს არ რაღაც ნანა არის ბევრი ტირალი სიმღერებია ბევრი და საბრძოლოთაც გამოძებნიდით თუ იყო ეგ იყო რთულია ერთ კონცერტზე ყველაფერი გამოიტანა მაგრამ მე არ ვიმეორებ პირველზე სუსხვა იყო, მეორე ღონისძიებაზე სუსხვა იყო, ეხა მესამეზე და უკვე იმდენი მასალაა, მე რომ მე არ ვიცი როდის და როგორ მოვასწრებ ამას ან ეს იგი რა გამოდის, რომ თქვენ და ქალბატონმა ნუცამ დაისახეთ მიზნად და ესე სოფელ ქალაქ კარდაკარ იარეთ სანაცნობოებიდან მისულ ადამიანებთან, კომპოზიტორებთან, ასე ვთქვათ, ოჯახებში და მოიპოვეთ ეს ყველაფერი? ნუციკო მუსიკალური პროდიუსერია, მეხმარება იმაში, რომ გამიკონტროლოს მუსიკალური სფერო. დიახ. ჩვენ გარდა ამისა, რომ ვეძებთ სიღრმეებში, დიახ. ამ სიმღერებს ასევე საკრავებს ვაქცევთ ყურადღებას მუსიკალურ საკრავებს ხალხურს. დიახ. ანუ იმ კუთხეს როგორი საკრავია, გარი თუ არა დღეს ეს საკრავი ვნახეთ, არაჩვეულებრივი ბიჭია ისიც მესტიაში ლატალია სოფელი, ბესიკ ფიცხელანი, რომელიც ამზადებს არაჩვეულებრივად საკრავებს. წინვალეთ. ურთულესია. ხა თქვენ მუსიკალური განათლებაც გაქვთ და ვარსკვლავი ხართ ჩვენი. ამას აღარც მინდა ვთქვა, მაგრამ ისეთი რთულია. ხისგან ამზადებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ჩანგი და ჭუნირი ძალიან რთულია. ხოშურს მაგ ჩანაწერი YouTube-ზე დავდებ. ჩვენ თუ დავდეთ უკვე არ ვიცი. აი როგორი ფაქტურა აქვს თვითონ გერების რა თქმა უნდა ურთულესია ეს და ტონზე უფრო პატარა მანძილებიც არის. კი. და ასეთი სირთულის საკრავები რამდენად ნიჭიერი უნდა ყოფილიყო მაშინდელი ხალხი. დიახ. რომ თვით სწავლობდნენ და არა ამთავრებდნენ კონსერვატორიას და მე იმას ამერებს ხო? თვით სწავლობდნენ რამდენად ნიჭიერი ერი ვართ რა. და გარდა ამისა, ხო, არის საკრავები რაჭველებს თავისი სახეცვლილებები აქვს ამ სიმებიან საკრავების, ჩასაბერი საკრავების, ასევე აჭარის აჭარა ჩამოყვავს ახლა სალოტმარო სკოლა, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და კიდევ ვეძებთ ნიჭიერ ადამიანს. აი ჩვენ რო დავდივართ, იქ უკვე მივხვდით, რომ ადამიანი, რომელიც უნდა ჩანდეს საზოგადოებაში, იმიტომ რომ ნიჭიერია. ხო ვიპოვეთ ასეთების, თან რო დავდივართ, არა? ისინი სიმღერების, მილეთების, ინსტრუმენტების ხატავენ, ძერწავენ, ყველაფერს გამოფენასაც ვაკეთებ. და იცით რა შეასაქმე?
გადავწყვიტეთ რომ აი ეს ნიჭიერი ადამიანსაც მოვუკიდოთ ხელი და წამოვიყვანოთ. აი გამოვიყვანოთ სცენაზე. მესამეჯერ ანხორციელებთ ამ პროექტს. წინა პროექტებიდან იმ ადამიანებთან აგრძელებთ ისე ურთიერთობას აღმოჩენებთან, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში, როგორ აფასებენ და როგორ ხედავენ ამ პროექტის ძალიან კაი კითხვა მნიშვნელობას, ძალიან მაინტერესებს როგორი. ჩვენ ვინც ყავს და ახლა ვინც ყავდა ახლა იმ ღონისძიებებზე, ყველა ჩვენ შვილობილები ვიტყვას. იცით და ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ნომერს არ გავიმეორებ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ იმდენია სხვა ნომრები რომ დაგროვილიც იმდენი გაქვთ რომ არ გავიმეორებ, იმიტომ რომ რაჭა დავტვირთო და სამეგრელო დამეჩაგროს და ამ შემდეგ კახეთის ვაფშე არ შევხებიო, საერთოდ ეს არ გამოდის ლამაზი. მაგრამ იმ პიროვნებას, მაგალითად ეხლა მე ლადო ეს ლუკა მყავს სამხარაძე. დიახ. რომელიც ამერიკაში სწავლობდა და დაამთავრა იქ სკოლა. იმერეთი ხომ არ არის? ბატონო? იმერელია, ჭიათურელია, სხვათა შორის წარმოშობა იქიდან აქვს, მამამისიც მომღერალია და ლუკამ იქ ჯაზიც, ჯაზსაც მღეროდა ამერიკაში და კლასიკურსაც. და ეს ნახე Facebook-ში და გადაურეკე რაღაცნაირად მოახერხე ამ ბავშვის მოყვანა და ვამღერე ორი სიმღერა სხვათა შორის და მშვენიერი ბიჭია. ეხლა მიდის 4 ინსტიტუტში ჩააბარა უნივერსიტეტში ერთდროულად ევროპის სხვა ქვეყნებში და ამერიკაშიც. ხო იცით ახლა როგორც არის რა და ერთ-ერთ ალბათ არიჩებს ეგ გაგზავნებს სწავლას და მომყავს და აი ჩვენი პიანისტი ცნობილი და საყვარელი ბიჭი სანდრო გეგეჩკოვი. დიახ, სანდრო გაუკეთა აკომპანიმენტი მის რა ქვიან გიაყანჩელის სიმღერების პოპურზე და იმღერებს თუ შეიძლება არ ვიტყვი რას ვაკეთებ, მაგრამ ეს წამოჩნდა. მაგრამ სიურპრიზები რო იყოს იქ. ამ კონცერტზე გამოყავს ახლა ლუკა იმღერებს ლადოს ჩვენი სანდროს აკომპანიმენტით და ანუ მეორედ გამოვიყვანე, იმიტომ რომ ვაცილებთ ამერიკაში და გამონაკლისის სახით დაუშვით ეს ინგლისურ სიმღერასაც იმღერეს. გასაგები. მოკლედ, კიდევ რა გითხრათ, ჯერ სხვა არავინ არ გაგვიმეორებია, რაჭველებს ვიმეორებთ, ოღონდ სახე შესრულებები ჩამოდიან, რა სხვა რეპერტუარით და სხვა შემადგენლობით. შემადგენლობით, ხო, ცვლიან ცოტა შემადგენლობას, რაღაცა ესეთი ცეკვაც არის და დათუნიკას ხიტლაძეა იქ ძალიან კაი ბიჭია, სხვა შესანიშნავი მუსიკოსია, განმოზე უკრავს ყინვალე და ხელმძღვანელია რაევასი. დიახ. შემდეგ რა გითხრათ კიდევ ძალიან აი სვანების ოჯახი, ფიცხელანები გამოყავს, 8 შვილის მშობლები არიან, ყველანი მღერიან, უკრავენ და ინახავენ ძველ სიმღერებს. 30 სიმღერა ფონდში მაგათი. კიდე აქ იმდენი რო ეტყვი, კიდე ეცი როგორ არის ძველი სიმღერები სულ. ეს არის ის რეპერტუარი, ეს არის ის სიმღერები, რომლებიც ფართო აუდიტორიას არასდროს არ მოусმენიან, ოჯახიდან ოჯახში, ან ოჯახის წევრებში სრულდებოდა, ასე ვთქვათ და არ იცოდა. სოფელში შეიძლება სრულდებოდა. თავისთავად სოფელში სრულდებოდა. როცა რამე იყო თავის დროზე, ან იყო კლუბში დაუშვათ რამე ღონისძიება, შეიძლება, მაგრამ არის სიმღერები, რომლებიც არ სრულდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე დაგეგმილი მაქვს, რომ აუცილებლად უნდა გამოვუშვა დისკი და ჩავწერო ეს ძველები, იმიტომ რომ აუცილებლად მგონია რომ ეს რაღაც და ეს მინდა ვაჩუქომერე სალოტვარო სკოლებს რომ ახსნა განმარტება კონდეს რა ასე განა მარტო სიმღერაა ეს მარტო მუსიკა კი არა საინტერესო იქ მთელი ისტორია მაშინ მთელი დროის რა წესჩეულება ქონდა რომელსაც ყვებიან ეს ადამიანები ტექსტში არის სიმღერაში სიმღერაში გulis ხო სიმღერაში შინაარსი ხომ არის არა ხომ აი მაინტერესებს რას ყვებიან ხოლმე ამ სიმღერებს რა ისტორიები აქვთ რომ როგორი ემათთან შეხვედრა ზოგადად მაინტერესებს ამ ოჯახებთან რას ყვებიან ამ სიმღერის ირგვლივ რა იციან მათ ყველაფერი იციან თითო სიმღერაზე თქვენ წარმოიდგინეთ როგორც სიმღერა იციან ისე გაგინმარტავენ ვინ იყო შემსრულებელი პირველი და ასე ესენი არის წინა საუკუნე როცა არის ამას თქვენ ეძიებით ხო მაინც და მაინც რო არა ეს უკვე თანამედროვე როცა არის და რაღაცა ამას უკვე ვეძებ რა თქმა უნდა მაგრამ იმ ფოლკლორში მაგას პირველს აი სიღრმეებამდე ალბათ ვერ ხო ვინ უფრო აქტიურად სად დაიკარგა რატო დაიკარგა მაგალითად რამდენიმე სიმღერაზე ეს განურატიანი მოყვარო ეს არა ქვიან სატირალი იყო ასეთი სვანებში რომ იწებდნენ ქალები ჯვარისწერია ყველას ნუ წესია და რას იზავ ახლა იწებდნენ ქალბატონები ყველას ახსენებდნენ თურმე სანათესაოს მიცვალებულებს ამ სიმღერაში და მე მიაყოლებდნენ ამ მიცვალებულის ამბავს მაგრამ
ეს ბავშვობაში მახსოვს მის მერე აღარ სრულდება, ნუ აღარ ესე იგი ასრულებს. სახელობითი იყო გარდაცვლილი ადამიანის ირგვლივ იქვე ასე ბელას ვთქვათ როგორც ჩვენ სანთელს რო ვანთებთ და ყველას ვახსენებთ, ხო ისე სიმღერაში წარმოიდგინეთ გლოვიერი ადამიანი სიმღერით ხვდებოდა ჭირს. დიახ კი და ნუ რა ვიცი, რამდენი რამე გითხრათ. ყველაფერი უნდა გითხრათ, მე მაინტერესებს ხო ალბათ გაგიჭირდება. კიდევ გეტყვით. კი. კიდევ გეტყვით. ეხლა რა არის, იცით? დღესაც არის ოჯახები და ღმერთმა ნუ მოგიშალოს ასეთი ოჯახები, ეს სამყურაშვილების ოჯახი, ბატონი ლევან სამყურაშვილი ბრძანდებოდა ასეთი ლოტბარი, რომელიც მოწვეული მყავდა ღონისძიებაზე და რაღაცა შემთხვევითი უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. მერაბ სამყურაშვილის და ლევანის შვილებს. იმათი მამა იყო და მისი გახსენება გვექნება მერაბი შეასრულებს აუცილებლად ორ ნომერს გვისრულებს და აი ესეთი გახსენებაც გვექნება ოჯახში, როდესაც ის 15 წელია კავშირი აქვთ ჰოლანდიელებთან, ასწავლეს მათ ეს ქართული ფოლკლორი მღერიან გადასარევად და აქვთ გაცვლითი კონცერტები. მოკლედ დიდი საქმე აქვს იმ ბატონ ლევანს გაკეთებული და კიდევ რა გითხრათ, აბა ძალიან ბევრი თემა სხვა შეკითხვა მომეცით და შეიძლება. მე მაინტერესებს ჯერ მე მგონი თქვით რომ კახეთს არ შევხებივართ. ჯერ, იმიტომ რომ იქ რაღაც დიდი საგანძური დიდი მხარეა, დიდი ამბავია და მესვის, მაგრამ აი ყველაზე ემოციურად რა გახსენდება თუ ისთან შეხვედრა და ის ისტორიაც მინდა გაიხსენოთ თქვენი სიმღერა პრინციპში საიდანაც დაიწყო ეს თქვენი მოუსვენრობა ამ ადამიანთან შეხვედრაც ამ კომპოზიტორთან შეხვედრაც რო გაიხსენოთ და რა გახსენდება და ასე ყველაზე ემოციურად ან რომელიმე კუთხეში ხო ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი რაღაცა აქ თავისი მიდგომა ზოგადად და ბუნებრივია მუსიკა და ყველაფერი გრძნობთ ყველაზე კარგად თავს რა ამ აღმოჩენებში. თავში უკვე ბევრი რამ. მოდით მივბრუნდეთ იმ სიმღერას. დიახ. ჩემმა მეგობარმა მანანა ბარათაშვილი ესეთი რომელიც თანაც სწავლობდა ქალბატონ ლიანა ტატიშვილი. დიახ. მუსიკოსები არიან ორივე და დიდი ხანი არ მინახიაო და მაგასო ძალიან კაი სიმღერები აქვს და მოდი ჩავედეთ ხო ხაშურში. დავკარეთ ფეხი და ჩავედით. თქვენ დაწყებული გაქვთ უკვე ამ ყველაფერზე რაღაც მეორე ღონისძიების მერე. დიახ. მეორე ღონისძიების მერე. ნუ გეგმაში ქონდა მანამდე, მაგრამ ვერ მოვიცალე. წავედით ხაშურში. მიგვიღო ქალბატონმა ლიანამ გადასარევად ეს ყველაფერი და მერე აბა გვასმენებს თავის სიმღერებს და არ იმღერა ის ჩემი მისამღერის ნაწილი. რაც თქვენს გახსოვდათ, როგორც კი მივიდა იქამდე გაგახსენდათ, რომ ეს გეტყვით საიდან. როგორ ჩანს, მეგობრობდნენ ეგენი იმ პერიოდში, ზუსტად მაგათი 16-17 წლის ასაკი იქნებოდა რა და მანანამ ჩამოიტანა ეს სიმღერა ჭიათურაში. დიახ. ჭიათურაში მე იმღერეს იქ მამია ხატელიშვილის გუნდი იყო რა ჩვეულებრივი მომღერლები და ეს წრეში შეხვედრებზე მღეროდნენ ან ისე ხო და სცენაზე არ მომისმენია ისე. და ამახსოვრდა მე, მაგრამ მანანას დიდად არ ახსოვდა ეს სიმღერა. ხო და რაღაცა ეთქვა განსაკუთრებული. ქალბატონო რა თხარი გავგიჟდი, იმიტომ რომ ვიპოვე რა რაც მიდოდა ის ვიპოვე, მაგრამ ისეთი კარგი სიმღერები აქვს გადასარევი და სამი სიმღერა გამოგვაქვს. აღმოჩნდა რომ ეს არ არის მხოლოდ არ არის ძალიან სერიოზული, მაღალი დონის კომპოზიტორია, მაგრამ ხაშურშია, ასაკშია ეხლა, იქ ბავშვებს ამეცადინებდა ძალიან ბევრი კარგი თაობებს ზრდის, ემსახურება ისევ ამ საქმეს. ზუსტად თაობიდან თაობამდე მოყავს, რამდენი თაობა ყავს იცით გაზრდილი და დიდ საქმეს აკეთებდა, რომ მიხვდა, რომ ეგ დიდ საქმეს აკეთებდა, როგორღაც ჩაიძინა მისმა სიმღერებმა იქ ხაშურში. ესაკები. და ეხლა გამოგვაქვს მაგის სიმღერები, თუმცა ერთ დროს 60-იან წლებში ჯილდა დათუაშვილი მღეროდა, ლელა ის მღეროდა კიდე ეთერკაკულია და სოხაძე ირმა. დიახ. მაგრამ დარჩა ეს სიმღერები ისე იღმა რა. დიახ. გაჟღერდება ეს სიმღერები. ბევრი აქვს, მაგრამ სამზემეც ვერ გამოვიტანთ ახლა. კარგი. გასაგები. და რა შეეხება კიდე საინტერესოს. აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ სულ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ და კიდე დაგვრჩა ჩვენ უშუალოდ ამ საღამოსთან დაკავშირებით კითხვები და პასუხები. რითაც რეკლამის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს რადიო მსმენელებს.